ხაშორიო, უბრალოდ დაამატე წყალი. სერიალს წარმოგიდგენთ საიტი Cinemania.gr. გახმოვანებულია აჭარა.net.com-ის მიერ. გოგონებო, დაასახელეთ ამ წლის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა. ცეკვების ადგილი. არა, დიახ. აკვაპარკმა დისკოთეკის გამართვაზე უარი გითხრა. შენობის გარეშე დარჩით. არაფერია. ვინმე რამეს მოიფიქრებს. ეს ვინმე მე ვარ. საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენელი ვარ. მე ისეთ რაღაცაზე ვმუშაობ, რაც ქალთევზების ცხოვრებას ბევრად უფრო მარტივს გახდეს. იქნებ ქუჩაში ჩავატაროთ ცეკვები. შემოვღობოთ სკოლის ტერიტორია და იქ ვიცეკვოთ. მერიაში დავრეკავ. იქნებ გამოვიდეს. კაფეში არა? ზუსტად. იქ ნამდვილად მშვენიერი გარემოა. საცეკვაო ადგილიც არის. გენიოსი ხარ, ლუის. იქ მის ჩატემია. ხელი დავუქნიოთ. მან თქვენი აზრი იგრძნო. მან თავად მითხრა. დელფინთან კონტაქტი. ბევრი ზღვის ცხოველი ტელეპათია. ეს მაგიასავითაა. არაფერი განსაკუთრებული მათ არ შეუძლიათ, მაგრამ მაინც. კარგია, რომ მეცნიერება არსებობს და არა მარტო თქვენი მაგია. ლუისი ცდილობს ისეთი რამ გამოიგონოს, რაც ქალთევზების ცხოვრებას გააადვილებს. არაფერი გამოვა. შეიძლება მათ მედუზების აზრების საკითხვა ვერ მოახერხონ, მაგრამ სამაგიეროდ ნორმალური ცხოვრების შეძლებენ ცხოვრებას. არავის შეუძლია მედუზების აზრების საკითხვა. მედუზებსაც კი. ეს გოგონები კი ჩვეულებრივი გოგონები არ არიან. ცდებით, მათ რაღაც აუხსნელი დაემართათ, მაგრამ მეცნიერებას ყველაფერზე შეუძლია პასუხის პოვნა. მეცნიერებას ვეშაპების სიმღერის სახსნა შეუძლია? დიახაც შეუძლია. და იმის თქმა თუ რაზე მღერიან ისინი? კარგი. ცეკვებით უნდა დავკავდეთ. წარმატებები. მარტო ერთ რამეს დამბერდეთ. ძალიან მაგრად გაერთობეთ. არ მინდა ვინმე მიფიქროს, რომ ჩემთან მოსაწყენია. ჩვენ შეგვიძლია ეს მოვაგვაროთ. კარგი. მაშინ თქვენ იცით. ეს მშვენიერი ადგილია. დიახ, აქ უკვე არის კარგი სასმელები. მუსიკა და დაცვა. ასე რომ, დრო დაგვრჩება ყველაფერი დანარჩენისთვის. ასე დაკავებულები ხართ? კი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს საუკეთესო ცეკვები იქნება მსოფლიოში. ეს წლის ცეკვები იქნება. ვერაფერი შემიშლის ხელს, არავინ დარჩება გულდაწყვეტილი. მაგარია. ანუ? მოდი ხარ? რა თქმა უნდა, შენ ხომ ასე ცდილობ. ასე რომ, იქ შევხვდებით. რა ხდება? რატომ არ დაპატიჟე? ბიჭებმა უნდა დაპატიჟენ და არა გოგოებმა. ახლა 21 საუკუნეა. ნებისმიერ შემთხვევაში ამისთვის არ მსალია. წლის განმავლობაში ბოლოჯერ შეიკრიბება ჩვენი კლასი ერთად. მართალია, თავარი ყველასთვის მაგარი წვეულების მოწყობაა. ლუის, ჯერ კიდევ არ დაუპატიჟები ხარ? მაშინ თავად დაპატიჟე, ლუისი. არასოდეს გაიმეოროს ხუსის შეცდომები. შენ დაპატიჟებდი? რა თქმა უნდა. მართალია ზეინმა უკვე დამპატიჟე, მაგრამ თქვენს ადგილზე რომ ვიყო, აუცილებლად დავპატიჟებდი. გამარჯობა. კლეოს არ უნდა რომ ცეკვებზე წამოვიდეს, მაგრამ იქ უნდა იყოს, ხომასია? დასველების გოშინია. ვინმე წყლის თავს მოიტანს? არა, რიკი მართალია, უნდა წამოხვიდე. და რაღაც მინდოდა მეკითხა. მართლა? ხო, მაგრამ მოგვიანებით გკითხავ. გახსოვთ ჩემი კვლევა. შემიძლია ვთქვა, რომ წყლის სამრიდი ნივთიერების გამოგონების ზღვარზე ვარ. მართლა. ასეა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ ყველანი შეძლებთ ცეკვებზე წამოსვლას. შეიძლება ცურვაც მოახერხოთ. ჩემთვის რაღაცის კითხვა გინდოდა. ხო, კლეო.
კლეო, მინდოდა მეკითხა, შეგიძლია თუ არა კიდევ ერთი თმის ღერი რომ მომწე. ძალიან მჭირდება კვლევისთვის. მაპატია, ეს მეცნიერებისთვისაა. ნახვამდის. გამარჯობა, გოგონი. არ გინდა გავერთოთ? არა. მაგარია, შემოთავაზება მაქვს. ცეკვებზე მეპატიჟები, ნეით? ხო, თუ გინდა. იცი, გოგონებზე ნადირობა დავიწყე. არა. კარგი. იქნებ გადაიფიქრო. კარგად. როგორ გიმართლებს? გოგონი. ცეკვები დღესაა ასე რომ ყინული, რაც შეიძლება სწრაფად მჭირდება. მადლობა. ვერ ვიჯერებ, რომ შენთვის სულ ერთია. რომ უნდადეს დამპატიჟებდა. არა, თქვენ არა. დიახ, თქვენ ჩემთვის უფროსი ხართ. მე მხოლოდ ყინული მჭირდება. მადლობა. საერთოდ აქვს კიდეც მნიშვნელობა. არ ვიცი საერთოდ წამოვალ თუ არა. კარგი, სახლში ბანკოს ითამაშებ. მე წამოვალ. თუ ლუისი არ დამპატიჟებს. მისმინე, მოდი ლუის კიდევ ერთი შანსი მიეცი. უკანასკნელი შანსი. კლეო, გამარჯობა. გამარჯობა, ლუის. ლუის, არაფრის კითხვა არ დაგავიწყდა? ხო, დამავიწყდა. მართლა? და არა კითხვა? გოგონების წინ ამის კითხვა მომერიდა და ხომ გესმის? მას ყურის გოგირდის ნიმუში უნდა. მაშ ასე. მედია ჩვენე. გამარჯობა. ნეით, კიდევ გინდა ჩემთან ერთად ცეკვებზე წამოსვლა? ხო. მისმინე. მოკლე კაბა ჩაიცვი. და მოტკეცილი. რამალე დაბრუნდი. მოტკეცილიო. ფიქრობთ გამოგვივა? რა თქმა უნდა. ისე შევიფუთეთ, რომ წყალი ვერაფერს დაგვეკლებს. სულელურად გამოვიყურებით. არა, კლეო, რა თქმა უნდა, არა. მაგრად გამოვიყურებით. სულელურად გამოვიყურებით. მოდი ხარ? მე ხომ ორგანიზატორი ვარ. ეს ჩემი ვალდებულებაა. აქ ხართ? რა კარგია. კიდევ თმა გინდა, ლუის? არა, ნიმუშები აღარ მჭირდება. კვლევა დავამთავრე. კლეო. დეოდორანტი გვაქვს, ლუის. არა. მე შევქმენი ამონო ჟანგბადისა და ტეფლონის ნაერთი, რომელიც კანთან კონტაქტის შემდეგ წყალს უკუაგდებს, გესმით? ანუ ჩვენ წყლისგან დაცულები ვიქნებით? დარწმუნებული ხარ? ხო, ნახეთ, რეზერვუარში წყალია. ლუის, პირსახოსები უკვე ჩავალაგე. ახლა დამიჭირე კუდი, როცა გამიჩნდება. მას სადმე ხედავ. ახლა შეგვიძლია წყლის გამო აღარ ვიღელვოთ. ეს ნიშნავს იმას, რომ შეგვიძლია ცეკვებზე ის ჩავიცვათ, რაც გვინდა. რა კარგია. ცეკვები? მოგწონს? ეს კომპლიმენტს გავს. კლეო, მაპატია. კვლევით გავერთე და დამავიწყდა რომ ცეკვები დღესაა. მაგრამ როდესაც შენი კაბა დავინახე, ვიფიქრე რომ იქნებ მე და შენ ჩვენ შეგვეძლო. მე და შენ თუ გინდა, რა თქმა უნდა. მოკლედ, ბიჭები მოვიდნენ.
ხომ გითხარი მოკლე და მოткეცილი მეთქი. რა? არაფერი. მივდივართ. ლუის, არ მოდიხარ? მე მოგვიანებით მოვალ. მეხანძრეები გამოიძახე. ჩვენ იქ ცეცხლს დავანთებთ. ნახვამდის, ლუის. და შენ მას ნებას მისცემ, მასთან ერთად წავიდეს. ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. რა თქმა უნდა, შენზეა დამოკიდებული. მარტო შენზე საუბრობს. გმიდი, ლუის. შენ ხომ მასზე უკეთესი ხარ, მართლა? ნეიდი სადაა? ერთობა. ჯერ მეგობრები, შემდეგ ცეკვები. ვიღაც მაინც ერთობა. ფიქრობ ლუისი დამპატიჟებდა, რომ არ დავიწყებოდა ცეკვების შესახებ. შეგიძლია თავად გითხრა. ჯერ ცეკვები, შემდეგ მეგობრები. ყველაფერი გავაფუჭე არა. შეგიძლია დააშორო ეს წყვილი. მოდი ლუის, მაგარი სიმღერაა. წავალ რამეს დავლებ. თავისუფალი ხარ? ვიცეკოთ. ჰეი, წამოდი, საქმე მაქვს. არაფერია. ლუის გავესაუბრები და დავბრუნდები. ვიცეკოთ, ლუის. მაგარი წვეულებაა. შენ ეს მოახერხე. კარგია რომ დამპატიჟე. შენ უნდა გეკითხა. ხო, მაგრამ შენ მითხარი სირთულეების შესახებ. როგორი დაკავებული იყავი და ვერაფერი შეგიშლიდა ხელს. მინიშნებას მივხვდი. ეს მინიშნება არ იყო. მართლა. მოდი აქ, ჩვენ გვჭირდება. წამოდი. ზენი უკვე გაიქცა. ეს ახალი დეოდორანტია. იქნებ შენ დამეხმარო. მომეცი. მომეცი. დამიბრუნე. დამიბრუნე. მაპატია. გათავდა. არაფერია, ის თქვენ უფრო გჭირდებათ ვიდრე მე. გაბრაზებული ხარ? ემიტომ რომ სულ წითელი ხარ. ეს თქვენი ოფლისუნის გამოა. ჰაო, უფრო სისხლის წნევას გავს. მინდა და შენთვის ცეკვების რეკლამა გამეკეთებინა, რათა დაგეპატიჟე. კარგი, მაპატია თუ შეგარცხვენე. არ მწხვენია? სულ წითელი ხარ. წყალს მოგიტან. ღმერთო. კლეო მგონი ჰაერზე უნდა გახვიდე.
ეს რუჯი არა, ლუის, რა გააკეთე? არ ვიცი, ეს დეოდორანტის გამოა? რა თქმა უნდა, დეოდორანტის გამოა. რა გავაკეთოთ? ეს ჩვეულებრივი ალერგიული რეაქციაა. კვლევაა საჭირო. კიდევ გოგირდი გინდა? სასურველია. შენ საღამო გაგვიფუჭე, ლუის. შემოგხედე. წავედით აქედან. ეს ხომ არც ისე შესამჩნევია. აი, თურმე სათხარ. შენ წითელი არ ხარ? ყურადღებას ნუაქცევ. როგორც ჩანს, ალერგია ქრება. მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ქალთევზები ვართ. ამისგან რასარგებელი გვაქვს? ღმერთო, ბაირონმა თითქმის გადმოდგა ნაბიჯი. მართლა? ფანტასტიკა. კი, შემდეგი პომიდორად გადავიქეცი და გავიქეცი. ყოველ შემთხვევაში ის გამჩნევს. ტიფანი, შეიძლება რაღაც გთხოვა? დიახ, ლუის. მე შენი ფრჩხილის ნიმუში მჭირდება. დიახ, ლუის. გოგონები ჯერ არ დაბრუნებულან? ასე ვისხდებოდით. ვფიქრობ დაბრუნდებიან. სახლში არიან? რაიმე მოხდა? გამოვიცნობ, დელფინმა გითხრათ? ცდები? კი. არა. მართალი ხართ. ყველაფერი გავაფუჭე. ხომ გითხარი? მეცნიერება და მაგია სხვადასხვა რამაა. მაგრამ მეცნიერება ხომ სასარგებლოა, როგორც წესი. მას შეუძლია ახსნას რა ხდება შენს გულში. განსაკუთრებით დღეს. კარგი. დავუშვათ რომ მაგია არსებობს. რა არის მასში კარგი და როგორ გამოვიყენოთ ეს? ვინ იცის? ეს მაგია. გოგონებს დახმარება სჭირდებათ. თუ მეცნიერება უსარგებლოა და მაგიის გამოყენების ინსტრუქცია არავინ იცის, მე რა უნდა გავაკეთო? მეგობარი იყავი. შეიძლება ეს ბევრი არაა. წვრილმანი გოგონია, მაგრამ გოგონებს შენნაირი მეგობარი სჭირდებათ. სულ ესაა. სულ ესაა. თითქმის გაგვიარა. სოლარიუმის რუჩს გავს. ალბათ სეკვები უკვე დამთავრდა. გოგონებო, გოგოებო აქ ხართ? აბა, გაგიარეთ. დროულად მოხვედი, ლუის. მაპატიეთ. არ ვიცოდი რომ ეს ასე დამთავრდებოდა. ახლაც მინდა რომ დაგეხმაროთ. ახლა სხვაფერი გვექნება? ემა, თუ გაინტერესებს, ბაირონი ისევ იქ არის. გელოდება, როდის დაბრუნდები. ეჭვი მეპარება ის ალბათ. მერიამს აცილებს. თუ გოგონა დაპატიჟა, უნდა გააცილოს კიდეც. მაგრამ ეს მერიამმა დაპატიჟა ის. ტიფანის წამოწდა ცეკვის დროს. ესე იგი მერიამი უკვე ზეინს ჩამოეკიდა. არა, მერიამი ნეითთან და მის მეგობრებთან ერთად ერთობა. მართლა? ჰა. ზეინმა მთხოვა რომ მასთან ახლოს არ მიგეშვა და ის
ნეითმა გიკითხა. მასთან ერთად იმიტომ წავედი, რომ სხვამ არავინ დამპატიჟა. ჩემზე ამბობ? კი. ისე სულ ერთი იყო შენთვის. ეს ძალიან მაღიზიანებდა. იმიტომ რომ შენ ხომ ჩემთვის სულ ერთი არ ხარ. მართლა? ასე ვიდგეთ თუ? გონი უნდა წავიდეთ. ბაირონ. კლეო, არ ვიცი რა გითხრა. მაგრამ ანუ ჩემთვისაც არ ხარ სულ ერთი. ჩვენ მეგობრები ვართ? თუ მაინც კოლეგები? ამიხსენი? იმედი მაქვს რომ არა. მასე არ ვფიქრობ. არა, ამაზე არ ვამბობ. კლეო, ახსნა მჭირდება. ყველაფერი ძალიან რთულადაა. შენ ცდილობ ამის ანალიზი გააკეთო ყველაფერი იმის შემდეგ, რაც ჩვენ დაგვემართა? მართალი ხარ. მის ჩატემიც მართალია. არა. მეცნიერებას ყველაფრის ახსნა არ შეუძლია. და ამას აღარც ვეცდები. მე უბრალოდ მაგიას მივენდობი. მაგიას. ოჩახ. ეს მაგია ძალიან მომწონს. უნდა მიეჩვიო ლუის. სერიალზე მუშაობდნენ მსახიობები ნატალია ყულაშვილი და გიორგი წერეთელი. ხმის რეჟისორი ალექსანდრე ახალაძე. გახმოვანებულია აჭარანეტ.com-ის მიერ.